მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაგრძელოთ ჩვენი საინტერესო გაშლები, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ თქვენზე. იმიტომ რომ თქვენ უკვე აქ შეგროვდეთ ჩემთან ისეთი კონტინგენტი, შემიძლია ვთქვა, სიამოვნო, ვისაც ნამდვილად აინტერესებს თავისი თავი, იმიტომ რომ უკვე მიხვდნენ, რომ ნამდვილად როცა მიდის შენი თავის განვითარება სხვადასხვა სფეროში, მაშინ დანარჩენი სფეროებიც ლაგდება. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის იმაზე უნდა ვიფიქროთ, ანუ ჩემს თავზე კიდე რა შემიძლია როგორ შემიძლია ვიმუშაო, რა შემიძლია კიდე უფრო და უფრო კარგი გავუკეთო ჩემს თავს, რომ მე დანარჩენები ვინც არიან ჩემს ირგვლივ, კარგად იყვნენ, რომ ჩვენს უყოლას გვიყვარს აი ეს მომენტი, რომ მე მინდა რომ კითხვა ადამიანს რა გინდა, მინდა რომ უყოლა კარგად იყოს, მაგრამ ის უყოლა ვინ პირველ რიგში იწყება შენიდან. ამიტომ დღეს გავაკეთოთ ჩვენ გადავწყვეტე მაღალ არკანებზე ვიმუშავებთ თითქმის სამი დასტავე მოვამზადე მაღალ არკანებზე, იმიტომ რომ ვიცით ჩვენ რომ სუყველა ვართ ჩვენ შემდგარი 22 ენერგია არის ჩვენში სუყველაში, ხო? და ამიტომ ეს არის აი მთავარი მამოძრავი ჩვენი აი ესეთი ასე რომ ვთქვათ საწვავი, რომელიც ამოძრავებს ჩვენს საერთოდ ცხოვრებას, ჩვენი ენერგიები, აი რომ ვიძახოთ ენერგია, მაკლიანი, რომელი ენერგია გაგვია, ხონდა იცოდეთ. ხო, აი ეს 22 ენერგია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ესეთი გაშლა, რა გიშლით დღეს, რომ უფრო მასშტაბური სიუხვე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, რომ მიაღწიოთ უფრო მეც, ვიდრე გაქვთ. შეიძლება ადამიანი მიდის თავის გზაზე, ადამიანს აქვს ძალიან კარგად ყველაფერი, მე არ გამოვრიცხავ, მე არ ვიძახ, რომ სულ ყველას დაუშვით უჭირს და არა. მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ჩვენ მივდივართ წინ, ჩვენ გვინდა რომ უფრო და უფრო მეტად შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება და უფრო კარგი იყოს სხვადასხვა სფეროებში, ხო? ამისთვის მაგიტომ ეხლა კიდე გეუბნებით, რომ ეხლა ესეთი დამებადა სურვილი, რომ ჩემი კლუბში, ქალთა კლუბში ჩავატარო ასეთი შეხვედრები, კვირაში ჯერჯერობით იქნება ერთხელ, მე შეიძლება კიდე დავომატო რამდენიმე დღე, იქნება გარჩევები, სრულიად უფასოდ, სხვადასხვა თემებზე, ანუ ადამიანების მატრიცაში მე გავარჩევ არამთლიან მატრიცას. აი ხა ჩვენ გვაქვს ეს ერთი თვე, მე მინდა რომ გავუკეთო ასეთი გარჩევები უშუალოდ პირად დანიშნულებაზე. აი ასე თანდათანობით წავალთ ჩვენ, მე ვნახოთ ფინანსები, მე ვნახოთ რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი თემა ეს ურთიერთობის კარმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბევრჯერ მithქვამს ის, რომ შეიძლება ადამიანი ორი ადამიანი აკეთებდეს ერთი და იგივე საქმეს, ერთს გამოუდის ყველაფერი ძალიან კარგად მიდის, ფულიც აქვს ყველაფერი და კარგადაც გრძნობს თავს და მეორე იგივენაირად შრომობს, მაგრამ არაფერი არ გამოსდეს. რატო? იმიტომ რომ ეს ვისაც გამოსდეს, ეს მან იპოვა ეს თავისი დანიშნულება პირადი, ანუ ის რასაც კარგად გამოს, რასაც ახლა მოსწონს, სიამოვნებს, გიждდება. და მეორე, იმიტომ არის, რომ იცის, ხედავს, რომ ამ სფეროში სიტყვაზე არის ფული, მაგრამ არ გამოდის, რომ вообще მაგას სხვა სფერო აქვს, საერთოდ სხვა რამეში უნდა განვითარდეს ეს ადამიანი, გაიგეთ? ამიტომ ასეთ რამ გავაკეთე. თუ ვინმეს გინდა დაესწროთ, აქ არის ლინკი, როგორც მარტო გოგოები ბიჭებო, ნუ ვცდილობთ, იმიტომ რომ ეს არის დახურული კალთა კლუბი და მხოლოდ შემოსწავლე ბიჭებს აქ უფლება რომ ანდი იყოს, იმიტომ რომ ცოტა უკვე სხვა დონე, ასე რომ ვთქვათ. და ამიტომ შეგიძლიათ ნახოთ Telegram არხში არის ჩვენი აი ეს კლუბი და იქ აი ამ შაბათს, ანუ დღეს ვინც უყურებს, ესე იგი ხვალ გამოდის, ხო? ნუ შაბათი როდესაც ამერია მის დღეს. ხო, ხვალ.
არა, დღეს იქნება ძალიან ისეთ საინტერესო შეხვედრა, შეგიძლიათ კიდე შემოგვიერთდეთ, დღეს ვინც შემოვა მოусმის, მაგრამ თქვენ გაქვთ დიდი შესაძლებლობა, რომ მომავალ კვირაში თქვათ შეიძლება მოხვდეთ თქვენს აი ამ გარჩევაში და სრულიად უფასოდ მე თქვენს მატრიციდან ამოვიღებ ამ თემას და თქვენს პირად დანიშნულებაზე ვილაპარაკოთ. всё, ვნახოთ ეხლა დღეს ჩვენ პირველი რა მაინტერესებს ეხლა რა ენერგიაში ხართ თქვენ შემდეგ ვნახოთ ჩვენ რა გიშლით თქვენ ხელს რო იყოთ უფრო მასშტაბური და მეორე მე მინდა ვნახოთ აი რა დაგეხმარება თქვენ რო ეს უკვე შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში და კიდე მე მინდა დღეს ვნახოთ ახლა საერთოდ აი ეს მეტაფორული კარტები ძალიან მომწონს და ამაზე ახლა მინდა ხშირად ვიმუშაო რომ აქ ჩვენ შინაგან ბავშვზეც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ჩვენი შინაგანი ბავშვი ძალიან მნიშვნელოვანი, მასთან უნდა ვიმეგობროთ ეს ვინ არის? ეს არის ჩვენ, მხოლოდ ეს არის ჩვენი ემოცია. ეს არის ის ემოცია, რომელიც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ამაზე აუცილებლად მე თქვენ ცალკე დაგელაპარაკებთ ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ აქ არის ძალიან ისეთი შეიძლება იყოს პროგრამები, რომელიც გიშლიან თქვენ ხელს. ვინც პირველად მხედავს, მე მქვია ვალენტინა ბარბაკაძე, მე ვარ კარმული ტარო-ნუმეროლოგი, ფსიქოლოგი, დამაარსებელი ტაროს შესწავლის აკადემიის და უკვე ვამაყობ, მადლობა ვინც მწერს უკვე ჩემს მოსწავლეებზე, ვიცი რომ უნიკალურები მყავს ძალიან, მაგრად კითხულობენ და საერთოდ მადლობა უფალს, ჩემთან შემოდიან მხოლოდ ძალიან ისეთი შეგნებული ნიჭიერი ადამიანები რა, იმიტომ რომ ვისაც არ ეშინია, არიან კიდევ დაჟე გოგოები, ვინც უკვე მუშაობდნენ ტაროზე, მაგრამ უნდათ რომ კიდე თავის კვალიფიკაცია გააუმჯობესონ და რაც მიხარია და მადლობა ჩემო ლამაზებო თქვენ ზნდობისათვის. დავიწყოთ, ვნახოთ ახლა მაღალ არკანებს ვკითხავ. რამდენი ღმერთო ჩემო რა ენერგიაში ხარ ეხლა რა ენერგიაში ხარ ეხლა აბა ვნახოთ ეხლა რა ხდება შემდეგი ვნახოთ ჩვენ ანუ რა გიშლის ხელს რომ კონდეს ეს უფრო მასშტაბური სიუხვე შენ სიუხვე იცი თქვენ ხო სიუხვე არას ნიშნავს საერთოდ სიუხვე როცა ადამიანი არის კარგად ყველა სფეროში აი მაშინ მე ვარ ბედნიერი როცა ყველა სფერო მაგ განვითარებული ხო ან ვმუშაობ ყველა სფეროზე იმიტომ რომ მაგრამ აქ როგორი მომენტია იცით შეიძლება ბევრჯერ ყოფილა რომ ადამიანი დაიწყებს მუშაობას ვთქვათ დაუშვათ ფინანსებზე ხო ამ დროს ამ ფინანსურ თემაზე რომ მუშაობს მაგას ძალიან ბევრჯერ ხდება რომ ვთქვათ ეხლა ულაგდება თუნდაც პირადი ურთიერთობა მაგრამ როგორ შეიძლება იყოს იცით აი ნახეთ როცა ფინანსებზე მუშაობ აქ ეხლა და ყავს პარტნიორი სიტყვაზე თუ დაუშვათ ეს პარტნიორი არის შენზე სუსტი ბევრად მაგრამ შენ დაუშვათ აი რატო არის ზოგჯერ ნახეთ კიდე ქვეცნობიერი შიში რომ ადამიანი არ მიდის განვითარებაში რა იცის რომ მე აი ქვეცნობიერად ფიქრობს მე რო ეხლა წინ წავალ ეს არ ვერ დამეწევა რო ვერ დამეწევა მე დაიწყება კონფლიქტი იმიტომ რომ დაუშვათ ხალი წავიდა წინ თუ კაცი წავიდა წინ მაგაზე ვაფშე პრობლემა არ არის არანაირი პირიქით რა მაგას რა ჯობია მაგრამ როცა ხალი მიდის წინ უფრო ვითარდება და ფინანსურად უფრო მაღალ საფეხურზე დგას ვიდრე მამაკაცი აი აქ შეიძლება მოხდეს ტრანსფორმაცია ტრანსფორმაცია არის როგორი იცით ორმაგი ან დაუშვათ ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად რომ დაეწიოს ამ თავის ქალს ან
უკვე შეიძლება даже ურთიერთობა დასრულდეს, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ნახეთ, აი კარმულში ხო არის აი ესეთ ეს კარმული პარტნიორი არის, ხო? დაუშვათ ადამიანმა თავისი ქცევებით, თავისი რაღაცებით გაიძულა. შენ რო ხედავ რომ არაფერს არ აკეთებს, მაგრამ ცხოვრება ხო გინდა შეიძლება შვილები ყავს, რაღაცა კიდე ვალდებულებები და შენ აკეთებ უფრო მეც რა, ანუ ფიქრობ სულ აი აქ ფიქრობ, კიდე რა შემიძლია გავაკეთო, კიდე რა შემიძლია გავაკეთო. შეიძლება ამისი იმედი არ არის, არა მაქვს არანაირი, მაგრამ მე ხო მინდა ან არ მინდა ვიყო დამოკიდებული ამაზე, მე მინდა ჩემი მქონდეს და ასე შემდეგ და შენ უკვე სულ უფიქრდები, რა გავაკეთო და ამაში, ნუ, მოდი ზუსტად შეიძლება დაუშვათ ვინმესთან მიდიხარ კონსულტაციაზე, ან ისე პოულობ რაღაცას. ნუ, არა აქვს მნიშვნელობა ვინ როგორ, მაგრამ ეს ადამიანი, როგორც გეუბნებით პარტნიორი ჩვენი, ხო? ანუ ჩვენ გვაძლევს თავისი საქციელით, ქმედებით ჩვენ ბიძგს. რომ უფრო რაღაცას ანუ გაღვიძებს ამით შენ კი ბრაზდები შეიძლება მაგაზე რომ ეს აზიზღარი რატო იქცევა აი იმიტომ იქცევა რომ ამ თავისი ქცევებით ეს ცდილობს რომ შენში გააღვიძოს ეს შენი ნიჭი რომ შენ რაღაცნაირად აი გაბრაზდე ნუ რაც არის აგური რეაქცია შეიძლება გქონდეს ხო და არის იმიტომ აი ეს ვარიანტი რომ даже მე შემიძლია გითხრათ რომ ხშირად აი როცა თქვათ წინსვლა აქვს სიტყვაზე ქალს შეიძლება დასრულდეს ურთიერთობა პარტნიორთან მაგრამ ეგ არ იქნება ისეთი მტკივნეული რომ დაუშვათ შენ თქვათ ვენები გადაიჭრა ან რაღაცა არა უბრალოდ შენ გაიზარდე და შენ უკვე სხვა რამე გინდა და უკვე რო უყურებ რომ ეს ადამიანი არ მოყვება უკვე ინტერესს კარგავს და აი ამიტომ ზოგჯერ ზოგს აქვს ეს მეორადი აი ვიგოდი როგორ არის ახლა ისინი სარგებლობები მგონი ხო რომელიც უშლის ხელს განვითარებაში ხო ხდებით, იმიტომ ზოგი დგას წინ რომ მე ხარ რომ მაგას რო გაუსწრო, მე რო დავკარკავ, ხო და მე კიდე ეს შიში რომ მეშინია რომ მარტო არ დავრჩე, საერთოდ მე სად ვნახავ ან რაღა, ნუ კაროჩ რა ბევრი რაღაც მომენტები უშლის ხელს. მაგრამ მეორე ვარიანტიც არსებობს, რომელიც იშვიათია, მაგრამ არსებობს, როცა ადამიანი უყურებს, თქვათ, პარტნიორი რომ მისი, თქვათ, ქალი ვითარდება, მიდის წინ და ისიც ცდილობს, რომ დაუშვათ დაიწყოს რამე, თქვათ, ან კიდე სამსახურს ნახულობს, ან კიდე რაღაცას აკეთებს. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ იმიტომ რომ ეს ადამიანი და როცა შორდებიან ეგეთი ადამიანები, ნუ უბრალოდ ამან თავისი მისია შეასრულა და ასრულა, ასე თქვა და უკვე გზების გაიყო. და სხვათა შორის არ არის ბევრჯერ თქვათ რომ გითხრათ აი არის ზოგჯერ ძალიან ისე ადამიანები მეგობრულადაც შორდებიან სხვათა შორის რა. აი ეს მომენტი მინდოდა მეთქვა, კიდე რაღაცა მინდოდა მეთქვა, მაგრამ მე მგონი რაღაც დამავიწყდა, არა უშავს მოვა თუ საჭიროა, იმასაც გეტყვით, არაფერს არ დაგიმალავ. ვნახოთ აბა მაშინ ეს სიუხვე ხო კიდე ანუ რა გიშლით ხელს რა ენერგია გიშლით ხელს так ეს აქ так შენაკეთ აი საფერდა მჭირდება და ეხლა რა დაგეხმარებათ ნახოთ რა ენერგიაში უნდა გადახვიდეთ რა დაგეხმარებათ ჩვენ ახლა უკვე როცა მე ვასწავლე კარმულ გაშლებს, შემოსწავლებს, მე ვასწავლე კორექციასაც, ანუ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ დაუშვოთ ახლა ადამიანს რა დაეხმაროთ, ანუ კორექციას ვაკეთებთ, ჩვენ ეგეც მაღალი არკანებით სხვათა შორის. მიყვარს მაღალი არკანებით მუშაობა, იმიტომ რომ მატრიცაც არის მთლიანად მაღალი არკანებზე აწყობილი რა. ну, ვინც უკვე იყავეთ, იცით თქვენ, ხო? და ვნახოთ ეს გითხოთ ახლა, ანუ ჩვენი ბავშვი, ხო, ეს შინაგანი ჩვენი ბავშვი, როგორ თქვათ, რა მდგომარეობაშია სიტყვა, ხო, რა მდგომარეობაში ჩვენი შინაგანი ბავშვი. რა პროგრამაა? всё. დავიწყოთ ახლა ჩვენ, ანუ ახლა ამ წუთში რა ენერგიაში ხართ თქვენ? აჰა, განდეგელი. ეხლა ნახეთ რა ხდება. საერთოდ განდეგელს რომ რა ხდება, ანუ რა ენერგიაში არის ადამიანი. რა თქმა უნდა, ну პირველი ეს შემიძლია თქვა, რომ ადამიანი ჩვენ სიუხვეზე ვლაპარაკობთ, ხო? აქ შეიძლება ადამიანი ვისთვის იქნება უფრო ეს გაშლა,
იმ ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს უფრო თავის განვითარებაზე, იმიტომ რომ განდეგილი ეს არის ადამიანი, ეს არის ესეთი ენერგია, როცა მე ვეძებ საკრალურ ინფორმაციას, როცა მე უფრო მეტი მინდა გავიგო რაღაცა, ეს არის უკვე ესეთი ენერგია, როცა მე ჩემს გზას ვეძებ, როცა მე მაინტერესებს იმაზე მეტი, ვიდრე ვიცი. ხშირ შემთხვევაში ასეთ ადამიანს კიდე რა მომენტი შეიძლება გქონდეს, ანუ თქვათ ახლა ეს ამ ადამიანს უყვარს მარტო ყოფნა, ეს მარტოობა მაგას არანაირად არ აწუხებს. ანუ ეს არის უკვე შემდგარი ადამიანი, რომელიც არის აი თვითქმარი ადამიანი რა. ისე მომეწონა ეს სიტყვა 3 წლის წინ ვიღაცამ დამეხმარა, რომ ვთხოვა ქართულად რომ ვიჭედებოდე უფრო და ეხლა უკვე იმდენად არა, მაგრამ აი ეს სიტყვა დამეხმარა და მომწონს ძალიან, ანუ თვითქმარი ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უყვარს რაღაცა, აი მინდა ჩემთვის ვიყო, მინდა რაღაცა წავიკითხო, მინდა რაღაცა კიდე გავიგო ჩემს თავზე უფრო მეტი ვიდრე ვიცი და ამავე დროს აქ არის ახლა ჩემოსწავლების საყურადღებად მე-18 ხო ვიცით ენერგია. ანუ ამავე დროს ეს ამ ადამიანს ხო შეიძლება აქ ძალიან დიდი გამოცდილება ცხოვრებაში ან დაიბადა შეიძლება ისეთი, რომ აი გრძნობს რომ რაღაცა ცოდნა დევს ჩემში, რომელსაც სჭირდება გახსნა. ეს კიდე როგორ მოვლინდება, ისიც შეიძლება ყველა ადამიანი, ну, ბევრი ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ, მოდის თქვენთან რჩევის სათხოვნელად. აი ეს არის როგორც ესეთი მაჩვენებელი რა, რომ შეიძლება დაუშვათ ახლა ჩემი შვილი მაგათ 9-ში ჩემი გოგო დაბადებული და სულ მეუბნება პატარაც რო იყო, იმაზე პატარა ვიდრე ახლა, მეუბნებოდა დედა ასე მგონთან მე არ ვიყავი ამ თემებში, თვითონ მითხრა. ჯერ სად ვიყავი, მასწავლებლის სკოლის დირექტორი ვიყავი. მეუბნებოდა რომ დედა იცი რა არის, ასე მგონია რომ მე ვარ ძველი სული და იმდენი რაღაცა ვიცი, რომ რა ვიცი, ეს ჩემი მეგობრები სულ ყველა ჩემთან მოდიან და მე მეკითხებიან რაღაცებს. აი, ეს უკვე მაშინ გრძნობდა ეს ბავშვი და მეუბნებოდა ისეთ რაღაცას, რაზეც დედა ჯერ არც იყო ვაფშე საერთოდ თემაში, რა, სულ სხვა რამით იყო დაკავებული, ხო ხდებით რა? ანუ ეს ეგეთი ენერგია, როცა ადამიანი აი გრძნობს, რომ რაღაცა, ну, ან ბავშვი შეიძლება აშინებდეს კიდევაც, რომ სიტყვაზე რატო და ეგეთი ადამიანი არის, რომელიც ეძებს, მაგრამ რატო ეს შიში მე-18 ხო გოგოები და ბიჭებო ჩემებო. ვიცით ჩვენ რაც არის ამის უკან რაც იმალება, იმიტომ რომ შეიძლება ზოგს ამ შემთხვევაში სხვათა შორის შეუძლია, აი ნახეთ, დაუშვათ. ეხლა მე სულ რაზე ვმუშაობ ჩემს მოსწავლებთან, იმიტომ რომ ჩემთან მოსწავლეები მოდიან სხვადასხვა პროფესიებიდან. და არიან იმ თავის სოციუმში, სადაც არიან და მე ეს სურვილი სიტყვაზე რაღაცა საკრალური ცოდნა აინტერესებს, მაგრამ ზოგჯერ აქ შიში იმისი, რომ რას იტყვიან ხალხი. ჩემი საზოგადოება, სადაც მე ვტრიალებ, რას იტყვით, იმიტომ რომ მაგის უკან იმალება ეხლა არ ვიცი. მე-18 ენერგიას მოვძებნი, გეტყვით ეხლა. რატო მაგას გეუბნებით, რომ ჩვენ ახლა ისე ჯაჭვურად ვსწავლობთ, ამიტომ თქვენს ახლა მინი გაკვეთილს ჩაგიტარებთ რა. ანუ აქ ნახეთ, ეს არის ერთად არიან ესენი ჯაჭვში და ნახეთ, აქ არის რა, მე-18 ენერგია, ეს არის როგორი ენერგია, ეს არის ჩვენი პირადი დანიშნულების ენერგია. რატო? ნახეთ, ადამიანს აქ არის ჭაობე. ჭაობე ეს არის ჩვენი ასე წოდებული სოციუმი, სადაც ჩვენ ცხოვრობთ და ჩვენ გვინდა აქედან გამოსვლა, გვინდა, იმიტომ როცა მე დავფიქრდე, რისთვის ვარ მე აქ მოსული, რა უნდა ვიცოდე მე ჩემზე, რაღაცა კითხვები მაწუხებს, ხო? ანუ ჩემი პირადი დანიშნულება რა არის ერთი ვიცოდე, აი მინდა, იცით რა ჭკვიანი ადამიანები მოდიან ჩემთან, აი 30 წლის ასაკში, 35-ის და 40-ის და უფრო დიდები და მითხარით ჩემი პირადი დანიშნულება, იმიტომ უფრო ეს რაც გითხარით თქვენ, რასაც მინდა რომ გარჩევები გავაკეთო ჩატში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ აი აქ არის იმალება ეს ენერგია 18 1 და 8 არის 9. და ანუ ესე იგი ნახეთ და აქ ეს კიბორჩხალა საწყალი, ხო? ამას უნდა რომ წამოვიდეს, გამოვიდეს ამ ჭაობიდან, მაგრამ
არ იცის იქ რა დახვდება, რა სიტყვიან ხალხი, ანუ შეიძლება მეჩვეული არის ეს, დავნახეთ ახლა, აბა დააკვირდეთ თქვენ, რომ რაღაცა ახალი გინდა, თან ისეთი რამე, რაც შეიძლება არ არის მიღებული, თქვათ, აი ეს, ახლა თქვენ რო თქვათ, მე მინდა ფსიქოლოგიაზე ვისწავლო. მაგ დროსაც გეტყვიან რამეს, რომ მოიცა რა, იმის რამდენი ფსიქოლოგები, ახლა რაშიჭი რა უნდა გააკეთო, რა არის ეგა. ხო ხტე, ეს არის სოციუმი, რომელიც вообще ბაიბურში არ არის და შეიძლება მაგათ არც აინტერესებს ეგა, ხო? იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რა წრეში ტრიალებ, მაგრამ შეიძლება აი აქ ადამიანი იბრძვის იმაზე, რომ მე მინდა გამოვიდე იქიდან, რომ მაინც წავალ, მაინც ვისწავლე. აი ხა რამდენი გოგო ჩემ მოსწავლებიც მეუბნებიან, რომ იცით რა არის, აი ვუხსნიო ჩემ მეგობარს, რომ იცი რა მაგარია ტარო, იცი რა მაგარი ცოდნა არის. არაფერი აქ არ არის ისეთი და მოდი თქვათ ან გაგიშლით, არა. რატო? იმიტომ რომ იმას სოციუმში აქვს ეს დაუშვათ მიდგომა იმაზე, რომ ტარო არის მაგია, ტარო არის ჯადო, ტარო არის ის და ეს იმ სოციუმის არის ეს აზრი. გაიგეთ? და აი ამ კიბორჩხალა მოიფიქრობს, რომ მე ვიცი, რომ ეგ არ არის მხოლოდ ეს, იმიტომ რომ მე უკვე გავიგე ინფორმაცია, რომ არსებობს ან მგრძნობს შინაგანად მე იმას, რომ ეს კიდე რაღაცა არის სხვა. და მაგრამ აი სოციუმი ზოგჯერ უკან გათრევს, რომ არა, არ წახვიდე, ან ეხლა ნუ ჩემი მაგალითი ხო იცით ყველა რომ სკოლის დირექტორი ვიყავი, ხო როგორია ეხლა მიდის შენ და ეხლა თქვი რომ მე ვარ ტაროლოგი, იცით გამარჯობა თქვენ. ეხლა ეგაც არ იყო ადვილი, მაგრამ გადავლახე რა, ანუ მაინც წავედი ჩემ რისკზე, ჩემს ყველა მე მაინტერესებდა რა და ახლა რატო უნდა ვიყო აყოლილი თქვა ეხლა სხვის აზრებს რა. არსებობენ, რადგან ეს ინსტრუმენტი არსებობს, ისე არსებობენ ადამიანებიც, ვისაც დადგება ჩემს გვერდით და ვისაც აინტერესებს და ვისაც დავეხმარებ, ხო? ეს რო არ ყოფილიყო დამხმარე ინსტრუმენტი, უკვე მომსპარი იქნებოდა, вообще არ იქნებოდა დედამიწაზე საერთოდ ეს ინსტრუმენტი, ხო მასეა. უბრალოდ გააჩნია ვის ხელში არის და ამიტომ ეს შიში იმ სოციუმში იციან, თქვა, აი საქართველოში ხა მართლა ძალიან არ მომწონს ეს მიდგომა, რომ აი ეს ჯადოა, ეს მართო შავი მაგე და მე რო დამიწყებენ ხოლმე რაღაცა რიტუალებს აკეთებთ, ვაკეთებ რიტუალებს, წმენდებსაც ვაკეთებ, მაგრამ არა მაგიორებს რა, ნამდვილად რა, სხვანაირი ტექნიკები მაქვს რა. და ამიტომ აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, როცა ადამიანი ცდილობს გამოდის იმ სოციუმიდან და მიდის თავის გზაზე, იმიტომ რომ იცის, რომ იქ კი მეშინია, მე არ ვიცი, აქ ძაღლი და მგელია, მე არ ვიცი იქ ვინ არის, მაგრამ მე ვიცი, რომ მე ყველანაირად დამეხმარება, ანუ დაეხმარება რა, ზუსტად ეს ფიქრობს ვიღაცა შეიძლება და აი აქ ორი კოშკი არის, ეს არის ცოდნა და აქ მთვარე და მზე არის, ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი და ეს არის არაკვეცნობიერი, როგორ არის ქართულად რა. ანუ რასაც ჩემი შიში და ჩემი ის რაც დამეხმარება. ნუ ყოველ შემთხვევაში მიხვდით თქვენ რაც მინდა თქვა, უნდა გაგეგო თქვენ, რომ აი ასეთ გზაზე გახართ. იმიტომ რომ აქ ადამიანი ცდილობს მაქსიმალურად ეხლა დაადგეს იმ გზას, რომელშიც შეიძლება მისი გარშემო მყოფი ადამიანები არ არიან სიტყვაზე. მუშაობდი სადღაც შენ იყავი თქვა დაკავებული ვინმეზე, აი ეს ნაიომная работа, როგორ არის ქართულად, როცა ვინმეზე რო ხარ მუშაობ, ხო, საჯარო სამსახური ხო, მადლობა, ვიღაცა დამეხმარა, ვინც ეგ თქვით. და აი ზუსტად საჯარო სამსახურში ვინც არის, შეიძლება ადამიანმა დაფიქრდა, რა მე მინდა რომ ეხლა ჩემი ბიზნესი დავიწყო, ხო, რაღაცა სიტყვაზე და მაგრამ ამავე დროს რა ხდება, ვიღაცას რო ეთქოს, ვიმე რა გინდა, ვიმე ისა, არა იყავი, გოგო აქ ხელფასი მაინც გააგდა, იქ რა იცი ხა რამდენი რისკები დახვდება, აქ ის ხო. მაგრამ აი ეს ადამიანი ფიქრობს, რომ არა მე სხვა რაღაცა მინდა, ან სიტყვაზე ხარ სამსახურში, რომელიც შეიძლება შენ ანაზღაურებას გააძლევს, მაგრამ შენ ფიქრობ, რომ არა მე მინდა ვიპოვო ისეთი საქმე, რომელიც მე კიდევაც მესიამოვნება და კიდევაც მე დაუშვათ ახლა უფრო ნუ ჩვენ სიუხვეზე ვლაპარაკობთ, კიდევ გააუმჯობესებს ჩემ ცხოვრებას. ახლა მაგალითად ჩემი გოგოები არიან ზოგი ექიმი, ზოგი იურისტი, ზოგი არის ეკონომისტი, მაგრამ
ტარო ეხმარებათ, კიდე და პლუს კიდე ტარო ძამაგრად ანვითარებს, თქვათ, ჩვენს ენერგიებს და ნუ აი ქალურ ენერგიებს, ნუ ეს ცალკე მე ჩაგიწერთ მე თქვენ ამ თემაზე, მაგრამ ძალიან ეხმარებათ. ეხლა რო ხა ფული არასოდეს არ არის ზედმეტი და მაგაშიც ეხმარებათ, რო კლიენტებიც ყავთ და მაგათი თქვათ ერთ-ერთი გზა, რომელიც აძლევს საშუალებას და რო ანაზღაურება გქონდეს და სამყარო ძალიან კარგად უხდის ადამიანებს, ვინც ასე ეხმარება სხვებს, თუნდაც აი ასეთი ღრმა თქვათ გარჩევებით იმ ადამიანების სიტუაციებს, რა სიტუაციებიც მოდიან და ყველა არის ხმაყოფილი ჩემი მოსწავლეების, რაც მე მიხარია ძალიან და ამაზე ვლაპარაკობ და ვიტყვი, იმიტომ რომ ეს არის როგორც დედა ლაპარაკობს შვილიზე, ხო? დედა როცა შვილიზე ამაყობს, ხო, სულ მაგაზე ლაპარაკობს, აი ეგეთი დედა ვარ მე დღეს. და ასე ვიქნები, იმიტომ რომ მათ ჩემი მოსწავლეები ძალიან מחარებენ ისეთ რაღაცებს წერენ კლიენტები მაგათ, რომ აი მე მოკლედ დაუფრენავ რა. всё, ეს ემოციები წავედი ჩემი. ეხლა რაც ეხება ეს მიხვდით ხო? ანუ ეს ენერგია ესეთ ენერგიაში უნდა იყოთ. ანუ თქვენ დაფიქრდით კიდე იმაზე, ან ფიქრობთ, უფიქრდებით იმაზე, კიდე რა შემიძლია გავაკეთო მე ისეთი რამ, რაც მე მიმიყვანს იმ გზაზე, მაგრამ ჯერ შეიძლება გქონდეთ შიში, რომ ნამდვილად მე სწორ გზაზე ვარ. ვნახოთ რა გიშლით ხელს თქვენ და აი ნახეთ. არა გაქვთ მხარდაჭერა ზუსტად, ანუ შეიძლება ან არა გაქვთ ჯერ რესურსი შინაგანი, იმიტომ რომ ეს არის პირადი ძალა. ამისთვისაც საჭირო არის, თქვათ, ახლა იცი რა არის? აი ხა ნახეთ, მე მთელი ცხოვრება ვსწავლობ, მთელი ცხოვრება რაღაცას არ ვიცი, უკვე მილიარდი კურსი გავიარე, მაგრამ ეხლა ვნახე ჩემთვის დამრიგებელი ადამიანი, რომელიც ვიცი რომ მაგარი, კი, ვაფშე, აი ასე რომ ველაპარაკები იმ ადამიანს, ანუ ბევრისგან ავარჩიე, მაგრამ რატო? იმიტომ რომ ხედავ ვგრძნობ, რომ იმას კიდე უფრო მეტი ძალა აქვს და მინდა რომ ის მაგან მე გამიზიაროს, უფრო კიდე ანუ დახმარება მომცეს კიდე რაღაცაში, იმიტომ რომ უფრო მინდა კიდე წინ წავიდე, გაიგეთ? იმიტომ რომ მე ვიცი რომ მისი კიდე ცოდნა, ანუ რო ვლაპარაკ ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე ტექსტზე ვლაპარაკობ, მაგრამ იმას უფრო მეტი კიდე აქვს ის, რაც მე მჭირდება. აი აქ არის ეს ადამიანი, ნუ ბოდიშით რომ მე შემზამობ, რომ ხა მაგალითებით ვლაპარაკობ ყოველთვის, იმიტომ რომ ეს უფრო მეადვილება რომ აგეხსნათ რა. თან ახლა ვინც იცით ჩემი მაგალითი, მე მაგალითად სულ ვთვლი რომ ეხლა სხვებს რო ვეხმარები, მე ჯერ უნდა ვიყო ისეთ რესურსში, რომ თქვენთვისაც ვიყო საჭირო და ამიტომ ჩემი ყველაზე საუკეთესო кейსი ჩემ ცხოვრებაში მე ვარ, მეტყვი ქმნი ჩემს თავს და ამიტომ ვაძლევ უფლებას, რომ თქვენს რჩევები მოგცეთ. იმიტომ რომ ამით უკვე ბევრს დავეხმარებ და ვეხმარებ. მაგრამ აი აქ არის როგორი მომენტი, იცით, როცა ადამიანს რა გიშლის ხელს, ხო? ან შეიძლება შენ არ ახარ ჯერ, თქვათ, ახლა ანუ ეს ძალა არა გაქვს, ჯერ შიში შეიძლება, აი ახაც ხო თქვით, რომ შიში არის, მაგრამ ჯერ შენ კიდე შეიძლება გეშინია თუნდაც აი ეს დახმარება, ხო, სხვების, ანუ ან არიცი რაში უნდა დავეხმარო, როგორ უნდა გამოვხატო ეგა, ხო? აი ეს არის ესეთი მომენტი. მოდით აბა კიდევ ვნახოთ ახლა ჩვენ ახლა ამ დასიდან ამოვიღებ ახლა დამხმარე არკანებს. ნუ თქვენ ვინც არიცით ხო იცით რომ და საერთოდ ტარო იყო ჯერ გაყოფილი რა, პირველი იყო, აი ნუ ცალკე მაღალი არკანებით მუშაობდნენ მხოლოდ და მხოლოდ ელიტა. ეს დახურული ინფორმაცია იყო, დაბალი არკანები, სათამაშო კარტი რო იყო, ეხლაც რო იყიდება, ხო? აი ეგ იყო და აი ეს შემოვიდა უკვე ჯერ უბრალო ადამიანები ვერ ცდებოდნენ ამ ინფორმაციით, რაც იყო 22 არკანში, მარტო აი მასონები და ასე შემდეგ, ну ძალიან ცოტა ისე. ფენა და თვითონაც უეიტი და კროულიც მასონები იყვნენ. ხო და მე წამოვიდა უკვე ეს ინფორმაცია ხალხში და ამიტომ ვთქვი რომ ახლა ეს არის უკვე უმაღლესი ძალების არკანები, ჩვენი უმაღლესი ძალა და ეს დამხმარე დავტოვე, ანუ შემიძლია ვისარგებლოთ, ან ხო ხედავთ პახვდოთ კიდე გაკვეთილებს გიტარებს. მიყვარს ტარო, ხო? აბა ვნახოთ კიდე აგიდან რა უშლის ხელს ამ ადამიანს, თქვათ? კიდე, აჰა. რა გიშლით ხელს? ეხლა ნახეთ, აი მე ტყილა არ დამიწყია მამაკაცზე.
მეტყვილა არ დამიწყია მამაკაცზე. ნახეთ რა ხდება. აქ არის ეს ერთი მომენტი, რომ ესე იგი შეხედეთ. ბიჭებო, თუ თქვენ მოდით რადგან გამოვიდა ეგრევე პენტაკლების მეფე, იცოდეთ, შეიძლება თქვენს უყურებ დაუშვათ, ეხლა ეს გაშლა შეგიძლიათ თქვენ ეხლა თქვენს პარტნიორზეც უყუროთ, არ არის პრობლემა, შეიძლება თქვენ ხარ დაუშვათ, მაგრამ და თქვენი პარტნიორი თქვათ, ეხლა ცოტა მოიკოჭლება და დაუშვათ. არ არის. ეხლა ნახეთ, ძალა. ანუ აქ ნახეთ რა ხდება. ბიჭებზე ხო ვთქვი, ბიჭებზე. ბიჭებო, თქვენ შეიძლება გქონდეთ, იცით რა, აი შინაგანი რაღაცა შიში, რომ მე ვერ მოვერევი, მე კიდე არ ვიცი რაღაცა. არ ვიცი რამდენად თქვათ ის საქმე, რომელიცაც მე ავერჩევდათ, თქვათ, მივხედავ, მომიტანს მე იმას, თქვათ, აი იმ საშუალებას, რომ თქვათ, მე ეს მონეტიზირება გავუკეთო, ხო? იმიტომ რომ ნახეთ, აქ არის როგორი მომენტი, იცით? საერთოდ განდეგის აქ ეს მომენტი, ანუ სამაზვანიც, ანუ სინდრომ სამაზვანца არის რუსულად სინდრომ სამაზვანца, ეს ნიშნავს, როცა მე სულ ეჭვი მეპარება, რომ მე ეხა ვიღაცას რამე ინფორმაციას რომ მივცემ, ანუ ეს ჩემიდან არ წამოვიდეს. ამ დროს ეს ადამიანი ბევრს სწავლობს, მაგრამ მაინც კიდე სულ არის, აი მოდი კიდე ვისწავლო, მოდი კიდე, აი მე მაქვს ეგეთი რაღაცა სხვათა შორის, რომ ზოგჯერ სულ აი მოდი კიდე ესეც მჭირდება, ესეც მჭირდება, ეხლა აი ამ ქალბატონსაც რო ველაპარაკებოდი, ჩემს ანუ ვინც ეხლა ავირჩიე ჩემთვის ამ დამრიგებლად, ძალიან საკმაოდ ცნობილი პიროვნება არის, ანუ ამ სფეროში ხა რუსულ სივრცეში, თქვენ იცით რომ მე იქიდან ვიღებ ცოდნას ყოველთვის, ასეა და უთხრა მე კიდე მინდა ვისწავლო, მე უთხრა დავამთავრო ერთი უმაღლესი სკალი გაგიჟდა, რა გინდა ერთი, ეს გაეცე რაც გაქვს, ხო? აი ეს ეს ერთობა. გაიგეთ, აი ეს ერთობა არის სხვათა შორის და მე ვიცი რომ აქ თქვენ ძალიან ჭკვიანები მყავხარ და ამიტომ ერთ სივრცეში ვართ რა და ამიტომ თქვენც ეგეთი რაღაცები შეიძლება გქონდეთ და გემართება და ამიტომ ეს შინაგანად შეიძლება თქვენ გაქვთ ეს შიში, გაიგეთ, აი შევძლებ გამომივა, არ გამომივა, ანუ რესურსი მეყოფა თან ნახეთ ბოლომდე თქვენს რესურს კიდე ვიღაცისთვის არის ინფორმაცია ვერ ხარჯავთ, გაიგეთ რა ხდება? და არ არის ბოლომდე გახსნილი კიდე თქვენი აქ ძალა. არ ხსნით, გაიგეთ რა ხდება? აი ეს ნახეთ, შემთხვევითი არ მომივიდა ახლა ჩემთან ეს მაგალითი რო გითხარით ახლა იმ ქალთან რომ მქონდა საუბარი, ეს ხშირად არის სხვათა შორის, როცა ადამიანს აქვს ძალიან დიდი ცოდნა, დიდი ძალა რაღაცა, მაგრამ აი ეს შიში, იმიტომ რომ ვერ ხვდება ადამიანი სიტყვაზე საიდან მაქვს ეს ყველაფერი, ხო? ანუ რატომ ეს დაუშვათ? ან დაუშვათ რაში მაქვს ეს ცოდნა, გაიგეთ, რაში? და ამიტომ პოტენციალი ბოლომდე ჩემი პოტენციალი კიდე არ ვიცი და ამიტომ მეშინია. გაიგეთ? ანუ აქ კიდე არის ერთი ვერსია, რომ ადამიანი არ ხსნის თავის ნამდვილ პოტენციალს. გაიგეთ რა ხდება? არ ხსნის. ან არ იცის რითი არის მოსული და არის გასახსნელი. გაიგეთ რა ხდება? ეს ნახეთ როგორ არის, შეიძლება თქვენ რამეს აკეთებთ ახლა და დაუშვათ რაღაცით ხარ ესე რა ქვია დაკავებული, მაგრამ გრძნობთ რომ კიდე რაღაცა პოტენციალი, რაღაცა ცოდნა, მაინტერესებს რაღაცა, მაგრამ აი ეს შიში არის შინაგანი, რომელიც შეიძლება არ გაძლევს შენ საშუალებას რო თქვა კიდე მოვსინჯო რამ ეს სოციუმიდან გამოვიდეს. მე ახლა ძალიან კარგი გოგო მყავდა და ეს გოგო არის ცხოვრობს ძალიან ესეთ ადგილზე, სადაც ცოტა მოყროებული ასე ვთქვა რა. ამ დროს ძალიან ნიჭიერი და ბევრი რაღაცა ნიჭები აქვს, რო გავარჩიეთ მისი მატრიცა და აი ეს შიში, იმიტომ ვერ ბედავდა ასე ვთქვა, განვითარებას, იმიტომ რომ შიში ქონდა, გაიგეთ, იმისი რომ თქვა რა სიტყვიან ხალხი, კიდე ანუ მე ვგრძნობ რომ რაღაცა ძალა მაქვს, მე ვგრძნობ რომ რაღაცა ვიცი, მაგრამ არ ვიცი რაში, როგორ, რანაირად და გაიგე და აჩერებს ამას და ეს გაწუხებს, ეს ძალიან გაწუხებს. როცა შენ
გინდა რომ თქვათ რამე დაიწყო, მაგრამ ვერ აკეთებ რა და ეს ძალიან შემაწუხებელი რამეა რა. და ამიტომ არის, ეხლა, ჩემ შემთხვევაში მატრიცა არის, მერტო მადლობა რომ არის ეგეთი ინსტრუმენტი, რომ შეგვიძლია ეგრევე გავხსნათ ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში მითითებები და რაღაცები მაინც თუ თუნდაც აი ამ მოკლე კონსულტაციებით, მოგცემთ, როცა თქვათ ვინც მოინდომებს და ვინც მოვა და ვინც ეხლა საერთოდ მთლიან მატრიცას გააჩვენოთ, თქვენ ხო ვაფშე საუბრობთ. და აბა ბავშვი, აი ზუსტად ეს მომენტი არის აქ შეიძლება ისეთი პროგრამა, რომ ადამიანის სხვათა შორის არის როგორ შეიძლება ნახათ აქ გოგო და ბიჭს საჩუქრად აქ არის როგორ არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას. ან ველოდები რამეს, რომ ვიღაცა რაღაცას მეტყვის, ვიღაცა რაღაცა დამეხმარება, ანუ ნახათ შეიძლება აი სულ ეს არის როგორი მომენტი, იცით? ანუ მოლოდინის მომენტი უფრო რა. როცა მე ველოდები, რომ ვიღაცა მოვა და რამეს თქვათ რაღაცად გამახარებს. პრინციპში ნახე, ანუ აქ ბავშვი ელოდება. აქ ანუ თქვენი ბავშვი ელოდება, რომ შეიძლება თქვათ, ანუ ეს პრინციპში არ არის, ცუდი ენერგია კი არ არის. ანუ როცა ხარ მოლოდინში, რომ რაღაცა სასწაული მოხდება და მე მივიღებ საჩუქრად იმას, რაც მე მინდა. გოგო ყოველთვის ბიჭისგან რა, ყოველთვის 90%-ში. ელოდება ბიჭისგან მოდი ასე ვთქვათ, კაი, საჩუქარს, ეხლა ამას ყველა ელოდება, ხო? ყვავილები ახლა მივიდა საქართველოში, ესე რაც გამიკვირდა ძალიან. გოგოებს უთქვა, არ მიყვარს ყვავილები, არ მინდა რომ აჩუქოს, ეს ძალიან იყო ჩემთვის გასაოცარი რამე. ეს სხვა თემა, მაგრამ ელოდება, გაიგეთ, რომ აუცილებლად მოვა ვინმე და დამეხმარება და მაჩუქებს იმას, რასაც მე მისგან ველოდები. ბავშვი, თქვენი შინაგანი ბავშვი ელოდება ამასაც. ეს ძალიან მაგარი რაღაცა, ანუ უკვე მზად ახარ. რა დაგეხმარებათ? მოდით, რა დაგეხმარებათ? ყურუმი, გამარჯობათ ყურუმი, როგორც ყოველთვის, ჩვენი და ქალი. აი ეს დაგეხმარება ზუსტად. ყურუმი არის ის, რომ თქვენ უნდა გახსნათ თქვენში ეს ცოდნა, უნდა გაიგო თქვენი გზა. ყურუმი არის საერთოდ ეს არის ის, რაც არის დამალული, რასაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ანუ ეს არის ჩვენი საერთოდ ვინც ტაროზე ფიქრობს, აქ უკვე ბეჭედია დარწმუნებული, რომ შენ გზაზე ხარ და უნდა მაგით განვითარდე და მოგივა. მაგრამ ანუ ის რაც შენ გსიება, ეს ბავშვი ელოდება იმას, რაც მე მინდა, რაც მე მსიამოვნებს, რაც მე გამახარებ, ახალი რაღაცა კიდე ეს ხო შეხვედრაც არის, ხო? ანუ ველოდები იმ შეხვედრას, სადაც მე გამეხარდება. და ყურუმი ყოველთვის ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც ჯერ შენ, რომელიც შენ ბოლომდე ვერ ფლობ. არა აქვს მნიშვნელობა, მეც ვარ ყურუმი გენოცვალი და ვარ უკვე წლები ეზოტერიკაში, მაგრამ კიდე არის რაღაცა თქვენ თუ ხარ და იტყვით, რომ აი მე ჩემ გზაზე ვდგავარ, კი დგახარ, მაგრამ განვითარება კიდე გჭირდება. კიდე არის შენში ისეთი პოტენციალი, რომელიც უნდა გაახსნა. ამ დედამიწაზე სული მოვიდა განვითარებისთვის და ამიტომ თუ შენ არ ვითარდები, თუ შენ არ მიდიხარ შენი სულის გზაზე, იმ გეგმაზე, რაც დაგეგმა ამ შენმა სულმა, მაშინ არის პრობლემები. და ამიტომ როცა უკვე ასაკში რომ მოდიან ჩემთან გასარჩევად მატრიცის, რომ ვეუბნე ეს და მე ბევრი ტირის, რომ რატო აქამდე არ ვიცოდი. ახლა სატერიელი არაფერი არ არის, ყოველთვის გამოსწორება შეიძლება, როგორ არა. მთავარი სურვილი ქონდეს და გინდოდეს და კიდე უფრო არ დაიწყო, რომ თქვათ მენანება ჩემთვის რამე და სხვათა შორის რა არის ისეთ კიდე აი მე სულ მაგას ვამბობ და გეტყვით კიდე აი ბევრს აქვს სხვათა შორის მომენტი თანხებისთან დაკავშირებით ცოდნას. მე ახლა ბევრჯერ მithქვია და გეტყვით რომ აი ხაც დავიჭირე, მე ყოველთვის თქვენ ახლა გიზიარებთ ჩემ მაგალითებს, იმიტომ რომ თქვენ ჩემთან ზიხართ აქ და მე მიყურებ. მე ახლა თქვენ პირადად გელაპარაკებით, ვინც მე მიყურებს, ხო? ანუ ესე იგი თქვენ რადგან ამ წუთამდე აქ ხართ, ესე იგი გინდათ ჩემგან რამე ინფორმაცია, ხო, ისეთი რომელიც დაგეხმარება თქვენ. რაც ეხება იმას, აი შენ პირად განვითარებაზე. ნახეთ, ბევრმა უკვე იცით, რომ მე რომ დავიწყე ჩემი გზა, აი თუნდაც ეზოტერიკული, ხო?
მე არ მქონდა დასტის ფული, მაგრამ როცა თქვი რომ მჭირდება და მინდა და როგორ სამყაროს გამოუცხადე რომ ეს ჩემია და ეს მე მინდა რაღაცა იმენა აი სურვილი გამიჩნდა, ყველაფერი გამოჩნდა. აბსოლუტურად ეს იყო სასწაულები და კიდე ეხლაც რომ აი უკვე ვარ უფრო მაღალ საფეხურზე ჩემ განვითარებას და რო გითხარით ეხლა რომ აი ჩემი დამრიგებელი ასე ვთქვათ ვინც ვიპოვე მე სულ ვეძებდი, სულ მაინტერესებდა, იმიტომ რომ ბევრი უამრავი კურსი მაქვს გამოვლილი და ვიცი რომ თუ შენ გინდა რომ შენ ჩადო რამე მიიღო დაუშვათ კიდე დამატებით კარგი შენ ცხოვრებაში, შენ უნდა ჩადო აუცილებლად შენ ცოდნაში თანხები და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის რომ როცა უკვე შენ მზად ხარ და როცა შენ ნამდვილად იპოვე შენს მასწავლებელს, ხო, ყოველთვის თანხებიც მოგივა რა, აი რაც ხდება, სასწაული იყო, იმიტომ რომ ერთი კიდე ქალბატონი მაინტერესებდა, მაგრამ ვერა, მაგისი რაღაცა კურსი დავამთავრე, მაგრამ ვერ მომდიოდა, გაიგეთ? აი ეს რო ვთქვი, აი გაგიჟდებით რა, ისეთ სასწაულად მოხდა ყველაფერი, რომ ნამდვილად ან საკმაოდ დიდი თანხა არის იქ მაგასთან და სადაც პირადი როცა დამრიგებლობა მიდის იქ დიდი თანხები, იმიტომ რომ ერთწლეულია უკვე ეს პროგრამები და იმიტომ რომ არ მიდის თერაპია ისე რომ თქვა მოდი დღეს კონსულტაცია ჩავატარო და მორჩა, არა. და აი ჩვენ შემთხვევაში ძალიან მაგარი თერაპიას გადიან გოგოები სხვათა შორის ვინც სწავლობს ტაროს ჩემთან, რატო? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ღრმად შევდივართ ენერგიებში. ჩვენ აი ხო განახეთ ახლა განდეგელი გამოეს, როგორც მაგალითი განახეთ, რომ ჩვენ სხვანა სიღრმესეულად ვიღებთ ენერგიებს და მე ტრანსფორმაცია მიდის შენში და თერაპიაც ერთგვარი მიდის რა, იმიტომ არის ჩვენი 7-8 თვე მიდის ჩემთან სწავლა ტაროს რა. იმიტომ რომ ჩვენ თერაპიას გავდივართ ყველა სფეროზე აბსოლუტურად, ამიტომ ჩემთანაც აი ვინც ტაროს ეს პირველი საფეხური, სადაც ადამიანი სწავლობს თავის, თერაპიას უკვე გადის, იმიტომ რომ ჩემი გოგოები სულ ყველა სხვანაირები გახდნენ, რა იქამდე რომ მოვიდნენ ხო მაგრები იყვნენ, ეხლა უფრო მაგრები არიან დამიჯერეთ, იმიტომ რომ ყველაფერი გაიარეს, ყველა საფეხური გინდაც ემოციებზე, გინდაც გონებით, გინდაც მატერიალური მხარე და გინდაც ახლა იმაზე რომ აი გეგმების და მომავალზეც ხა როგორ უნდა თქვათ ახლა გეგმები გაქვს, ასე შემდეგ რა, ანუ როგორ რა ყველაფერი ეს არის თერაპია და მაგარი რამეა. იმიტომ რომ ეს გვეხმარება და პირველ რიგში აი აქ არის ჩვენთან ყველაფერი. აქ როცა ჩვენ დავალაგებთ, მე ყველაფერი დავალაგებ და იმიტომ ავარჩიე მე ახლა ესეთი ფორმატი, რომ თქვენ გელაპარაკოთ აი ასეთ ღრმა თემებზე, რა თქმა უნდა, ახლა ვისაც ახლა ეს საჭირო გიქნებით ჩემთან, ვინც არა წავა სხვა არხებზე, სადაც არის იმაზე საუბარი, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ რატომ არ ვუყვარვარ მე იმას, ვინც მე მიყვარს და რატომ მიყვარს ის, ვინც მე არ ვუყვარვარ, თუნდაც რატო არ მირეკავს, რატო მირეკავს და ასე შემდეგ, ესეც არის აი აქ ყველაფერი. აქედან. всё, ჩემო სიხარულებო, გაკოცეთ ბევრი, მიყვარხართ ძალიან, მადლობა რომ იყავით ჩემთან და რო ხართ ჩემთან, ჩემო სიხარულებო, გელოდებით კომენტარებში, რა თქმა უნდა, თქვენი სასწაული კომენტარები, ეს არის ჩემი დილის ენერგია, დილით ვკითხულობ ყოველთვის, ვივსები თქვენი ამ ემოციებით, აი ყველას აბსოლუტურად სხივს გაძლევთ ჩემს სიყვარული, დაამიჯერეთ, აი ვინც გულიც რომ დამიწეროთ, მე თქვენ აი მთელი გულით გიგზავნეთ სიტყვას და სიყვარულს, უბრალოდ იცით თქვენ რა ძალიან დაკავებული ვარ და არა მაქვს დრო რომ აი თქვა ყველას უკან მოგწეროთ რამე, მაგრამ ვცდილობ თუ რაღაცა მაქვს დრო უცბად რაღაც ან სმაილიკებს ან რაღაცას გიგზავნით, მაგრამ იცოდეთ რომ ჩემს სიყვარულს ყოველთვის გიგზავნით, ჩემს სითბოს, ჩემს ენერგიას, იმიტომ რომ მე უზომოდ მადლიერი ვარ, იმიტომ რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ერთად მივდივართ, ერთად ვითარდებით, თქვენ ხართ ჩემი აი ეს საწვავი, რომელიც მაძლევთ აი ზუსტად იმ სურვილს, რომ მე კიდე უფრო რაღაცა ვისწავლო, ამით თქვენ მე მეხმარებით ჩემს განვითარებაში და მე უკვე თქვენს უყოლას ამ ინფორმაციას გაძლევთ, რომ თქვენი ცხოვრებაც იყოს უფრო და უფრო კარგი.